მამა გაბრიელი ქებას გაურბოდაო. ერთხელ ერთმა მონაზონმა უთხრა: მამა გაბრიელი, რა ღვთის კაცი ხარო. მამა გაბრიელი გამოენთო. მონაზონებმა ვერ გაიგეს ეს. ზოგადად, რაც უფრო სულიერებაში შედიხარ, რაც უფრო იწმინდები, მით უფრო დაბინძურებულად გრძნობ თავს. მაგრამ ფაქტის სახით 1000-ჯერ გაწმენდილი ხარ და რაც უფრო გაქებენ, მით უფრო ცუდად გრძნობ თავს. რადგან სხვისი შექება შენს თავმდაბლობას უშლის ხელს. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს წმინდანი, არ არსებობს სუფთა ადამიანი, რომელსაც შექება უყვარს. 1000-ჯერ და 3000-ჯერ კონდეს თავის პოსტზე ხელმოწერა ღმერთი ესა და ეს, ან წმინდანი ესა და ეს. მასეთ რაღაცაზე წმინდანებს გული ერევათ. ის კი არა რომ თავად დაწერონ, სხვამ რომ უთხრას, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა. რატომ? იმიტომ რომ სისუფთავეს ღმერთთან ყოფნას მოყვება თავმდაბლობა და გაღიზიანებს ყოველგვარი შექება, ხიბლი გაღიზიანებს. მოდი მარტივი ენით ვთქვათ. შეადარეთ მამა გაბრიელის თავმდაბლობა და ყველა წმინდანის განურჩევლად თავმდაბლობა, ყველასი განურჩევლად და შემდეგ ვითომ მისი მოსწავლე რომ არის და რა ქედმაღლობაში არის და სად არის საერთოდ შეადარეთ. მამა გაბრიელი ყოველთვის იქცეოდა თითქოს ასოციალურად. ადამიანებს სალოსი გონიათ ასოციალური ადამიანი. სალოსი არ არის ასოციალური ადამიანი. განსხვავდება ორი სალოსი, ცრუ სალოსი და ნამდვილი სალოსი. ნამდვილი სალოსი არის მამა გაბრიელის მსგავსი წმინდანები და ცრუ სალოსები არიან მამა გაბრიელის მოსწავლედ რომ ასახებს თავს და საკუთარ თავს იესო ქრისტეს რომ უწოდებს და წმინდანს პირდაპირ ყოველგვარი მძიმეს გარეშე და 1000-ჯერ რომ აწერს ხელს თავის პოსტებს წმინდანად თავს და თავზე რომ ალოცინებს. ბევრი ვერ არჩევს ცრუსა და ნამდვილ სალოს შორის რა განსხვავებაა. ნამდვილი სალოსი არის უდიდეს თავმდაბლობაში, ამის გარეშე არ არსებობს სალოსობა. ცრუ სალოსი არის ამ პარტავნებაში. მოწონს როცა აკებენ, მოწონს როცა თავს უწოდებს ღმერთს, როცა წმინდანს უწოდებს თავს, როცა ილოცებიან მასზე სიცოცხლეშივე, მოწონს ეს, რადგან ხიბლი არის სატანის. ეხლა რა განსხვავებაა მათ შორის? კიდევ გავიგეთ რომ თავმდაბალი უნდა იყოს. თავმდაბალი თუ არ არის სალოსი. თქვენ გეშლებათ სალოსი და ცრუ სალოსი. და ვინმე თუ ასოციალურია, მასი ამბობდნენ გაბრიელზეც, მასი ამბობდნენ იმაზეც. ხო, მაგრამ ცრუ სალოსი სხვა არის და ნამდვილი სალოსი სხვა არის. და ამ სხვაობას აგიხსნით მე სხვადასხვა მაგალითებით. ცრუ სალოსი აკეთებს ღია პირდაპირ სასწაულებს, შავმაგებსაც შეუძლიათ ეს სასწაულები აკეთონ, იცოდეთ ეს. ნამდვილი სალოსი არასოდეს არ აკეთებს ღიად სასწაულებს. თუ ვინმე შეესწრება მის სასწაულებს და მალავს ყოველთვის თავის სასწაულს, რადგან თავმდაბლობაშია. ცრუ სალოსი ამ პარტავნებაშია, თავმდაბლობა არ გააჩნია, ნამდვილი სალოსი თავმდაბლობაშია. ცრუ სალოსი ყოველთვის აკეთებს ღიად სასწაულებს. რატომ არ აკეთებს ახლა სასწაულებს ძალით მოსილი ადამიანი? სასწაულების ჩვენება იმიტომ არ შეიძლება, რომ ვიღაცამ შეიძლება შენი გაკერპება დაიწყოს და შენ არავინ არ უნდა გაგაკერპოს. ღმერთის მიმართ უნდა იყოს ეს ემოციები და ვინ ცდილობს ღმერთს წაართვას ყურადღება? სატანა და მისი მოციქული. ამიტომაც წმინდანი თუ რამეს აკეთებს, ნებისმიერი გადახედეთ, შემთხვევით შეესწრო ვიღაც. იესო ქრისტეს სხვა სიტუაცია იყო. იესო ქრისტე პირდაპირ ინსტრუქციისთვის მოვიდა და ყველაფერი პროცედურები რაც გააკეთა, გასაკეთებელი იყო და ისიც კი ყველა სასწაულს ფარულად აკეთებდა. ლაზარეს აღდგომა, იესო ქრისტეს აღდგომა, ყველაფერი მოხდა ფარულად. არავის არ უნახავს თვალით პირდაპირ. შევიდა და იქ მოხდა. შეგნით, იმიტომ რომ არ შეიძლება. შენ როგორც კი იწყებ სასწაულების კეთებას, ღმერთმა მოგცა ეს სასწაულები და ღმერთს ტეხავ გვერდით და თავს წარმოაჩენ, ადამიანები იწყებენ შენს გაკერპებას და შენ უკვე ბნელში ხარ. ამიტომ ამის გაკეთება კატასტროფულად არ შეიძლება. ამიტომაც არ იცნობდა მამა გაბრიელს არავინ მაშინ. მარტო თითოეულა კაცი იცნობდა, სანამ წმინდანად არ აღიარეს და არ შეიმეცნეს მისი ცხოვრება. ის კი არა რომ სიცოცხლეშივე წმინდანი ეწოდებინა თავით. თქვენ ისიც სიცოცხლეში რატომ არ უწოდებენ ადამიანს წმინდანს? სტატუსს რატომ არ აძლევენ? არ შეიძლება ამის გაკეთება. რატომ? იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანს დაუცდეს ფეხი და ვერ გახდეს წმინდანი, ვერ გადავიდეს ღვთის სახლში. ამიტომ სანამ არ დაასრულებს ადამიანი მიწიერ სიცოცხლეს და სანამ არ გაივლის ბოლომდე, მაქამდე არ გეთვლება შენ და ვინც სიცოცხლეში უწოდებს წმინდანს, ის არის ცრუ. ამიტომ განასხვავეთ ცრუ სალოსები ნამდვილი სალოსებისგან, ცრუ მასწავლებლები ნამდვილი მასწავლებლებისგან. მამა გაბრიელი ამბობდა, როდესაც კარგი მგონია თავიო, მაშინო გამოვდივარ გარეთო და რაღაც ისეთ დამამცირებელ საქმეს ვაკეთებ ჩემი თავისთვისო, რომ ხალხმა დამცინოსო, რომ თავი ვიგრძნო არარაობადო. რატომ აკეთებდა ამას? იცით? შენთან რომ მოდის ადამიანი და იგრძნობა მასში ყოველთვის, რომ ღმერთზე მაღლა გაყენებს რაღაც მომენტში ისე გიყურებს, რადგან გადაარჩინე, რომ ღმერთზე მაღლა არა, მაგრამ ის გიყურებს როგორც მესიას, მოდი ესე ვთქვათ, შინაგანად. და ეს იმდენად აუტანელი შეგრძნებაა შენში, მაგ დროს რომ ამაზე ხდები ცუდად. ამის კომპენსაცია რომ მოხდეს, რაღაცა ისეთი თავის დამდაბლების მოქმედება უნდა გააკეთო. და თავის დამდაბლების მოქმედება ის კი არ არის, რომ შენ თავი გაიპიარო და მე ესეთი ვარ და შუმად უნდა
გააკეთო ეს ყოველგვარი შენი გარეკლამების გარეშე და რომ შენზე აქცენტი არ გადავიდეს. ამიტომაც არ იცნობდით მაგამდე მამა გაბრიელს სანამ არ გარდაიცვალა და წმინდანად არ აკურთხეს. არც მამა პაისს არ იცნობდით, ხო ესეა? და ვისაც იცნობთ სიცოცხლეში ვითომ წმინდანს და ვითომ იესო ქრისტეს ამით განსხვავდება ცრუ სალოსი და ნამდვილი სალოსი. ნამდვილი სალოსი ნებისმიერ შექებაზე ცუდად ხდება და უნდა დააკომპენსიროს ეს. ან სადმე ქრება, ის კი არა რომ საკუთარ თავს რამე უწოდოს წმინდანი ან რაღაც. ან რაღაც ისეთ მოქმედებას აკეთებს რომ შეიძლება დაჯდეს იმათხოვროს. გესმით და ყველას ვინც მიისწრაფვის სისუფთავისკენ გაურბის ამ ყველა ხიბლს. ის კი არა რომ ხიბლს ქმნის. განანცხოვეთ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. რაც უფრო სუფთა შემოდის შენში, მით უფრო გინდება გასუფთავდე. და მით უფრო გრძნობ რომ იმ სისუფთავეში არ ხარ, რაშიც უნდა იყო. და ვიღაც რომ მოდის და გეუბნება სისუფთავეში ხარო და გადიდებს, ცუდად გრძნობ თავს ამ ყველაფრის გამო, რადგან ის შენს თავმდაბლობას უქმნის საფრთხეს და შენი თავმდაბლობა რეაგირებს ცუდად ამაზე, ცუდად ხდები ამაზე. და ვინც კარგად ხდება ამ შექებებზე, იმიტომ ხდება კარგად რომ ბნელია მასში და მას მოსწონს, ხიბლი მოსწონს. ბნელს მოსწონს ხიბლი, დემონს მოსწონს ხიბლი. ერთხელ მამა გაბრიელს უთხრა მონაზონმა: მამა გაბრიელ, ადამიანი ხარ თუ ანგელოზი ხარ? და მონაზონი ყვება მაგ დროს მკვეთრად შეეცვალა, გამოხედვაო, ჩხუბი და გამწარებული იყო, იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა სალოსზე. როცა შენ სალოსს აქებ, როცა შენ მას ანგელოზს უწოდებ, ეს არის მისთვის შეურაცხყოფა. მაგ დროს უდიდეს ტკივილს აყენებ მას. ოღონდ ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, ადამიანი გულით ეუბნება, სიყვარულით ეუბნება ამას, მაგრამ შეურაცხყოფა და სალოსი, რომელიც ქებადიდებას იღებს და დაჩოქებას იღებს, ის არის ცრუ სალოსი, დემონ სალოსია. არსებობს დემონ სალოსი და არსებობს ღმერთ სალოსი. მამა გაბრიელი არის და იყო ღმერთ სალოსი და ამიტომ ქონდა ის თავმდაბლობები და სატანის სალოს არ აქვს თავმდაბლობა, პირიქით ხიბლით იკვებება ის. განარჩიეთ ესეც. და მერე რა უნდა ქნა ესეთი რაღაც რომ გააჩერო. ესეთი რაღაც რომ გააჩერო ადამიანებისგან, რაც ტკივილს გაყენებს, მათი შექებები. უნდა გააკეთო რაიმე ისეთი მოქმედება, რაც ამ ადამიანებს დააფიქრებს, რომ შენ ხარ ადამიანი, უბრალოდ ადამიანი, მორჩა. და მამა გაბრიელი რას აკეთებდა ამის გამო? გამოდიოდა და ყვიროდა: თქვენ რა იცით მე ვინ ვარ, ავაზაკი ვიყავი, ის ვიყავი, ეს ვიყავი, ცუდი ვარ. რომ ადამიანები ცოტა გონს მოვიდნენ, რომ მე ადამიანი ვარ, ნუ განმადიდებ, რადგან შეუძლებელია არ განადიდო ადამიანი, რომელსაც ენერგია აქვს, ღვთიური ენერგია. როდესაც ადამიანს ღვთიური ენერგია აქვს, ამ ადამიანის ირგვლივ სხვა ადამიანები ნეტარებას გრძნობენ. აი, უბრალოდ გრძნობენ ამას. გესმით? და ეს ნეტარება ადამიანებს ერევათ და ადამიანები იწყებენ ამ ადამიანზე მიბმას. და ეს არის ბნელის. შენ უნდა მიება ერთადერთი ღმერთს, არავის კონკრეტულს. ადამიანის მიმართ უნდა კონდეს სიყვარული, პატივისცემა, გამოხატო მის მიმართ სითფო, მაგრამ ხიბლი არ უნდა შესთავაზო. მაგალითად, ეხლა მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ადამიანის სიყვარულს მიზიარებს. სიყვარულს რომ მეუბნება, მაგრამ კომპლიმენტებს რომ მეუბნება და რომ მეუბნება, რომ რაღაც იმაზე მეტი ვარ, ვიდრე თავად ის, ეს არის კოშმარი. ცუდად ხდები მაგ დროს. რადგან ის ადამიანი უბრალოდ იმას კი არ გეუბნება, ის შენ გთავაზობს კონტრაქტს გაუცნობიერებლად. რომ მაგალითად, ეხლა რაც უთხრა მონაზონმა, რომ მამა გაბრიელ ზოგჯერ მქონია, რომ შენ ადამიანი კი არა, ანგელოზი ხარო. მონაზონმა გაუცნობიერებლად თავისი სიყვარულით შესთავაზა კონტრაქტი ხიბლის, რომ შენ ანგელოზი ხარ და რეაქცია რომ არ გქონდეს ამაზე, შენ ამ კონტრაქტს იღებ და ეთანხმები. ამიტომ ამაზე რეაქცია უნდა გქონდეს. და ხშირი მაქვს მე სიტუაცია, როცა ნეტარებას გძნობ, ეხლა როცა რაღაც ცუდად ხარ და გადაგარჩენს ადამიანი, ნეტარებას გძნობ იმ ადამიანისგან. და როცა ჩემთან მოდიან და რაღაც შექების ხიბლის რაღაცას მეუბნებიან, მთელი სიყვარულით მეუბნება ამას. მაგ დროს ვეუბნები რომ არა, უფლის მიმართ გამოხატე მადლიერება. მეუბნებენ მადლობას მე, მადლობა გიორგი, მადლობა მე კი არა, ვეუბნებ. ჯერ მადლობა გადაუხადე ღმერთს, მერე შენ თავს გადაუხადე მადლობა და მერე მე თუ გინდა გადამიხადე მადლობა. ანუ ჩემით კი არ დაიწყო მადლობა. მადლობა უფალს, მადლობა შენ და მერე მადლობა მე. რატომ? იმიტომ რომ ეს არის სიმართლე. ღმერთი მაძლევს მაგ ცოდნას. შენ რისთვისაც იხდი მადლობას ღმერთს ეკუთვნის პირველ რიგში, მეორე შენ აკეთებ ამ საქმეს. მე კი გასწავლი, მაგრამ ვიღაც მოვა და იტყვის რომ იდიოტობას ასწავლი გიორგი. ამიტომ შენ თუ შენ თავს არ მოატყუე და შეისწავლე ჭეშმარიტი, მეორე დამსახურება ვისაც აქვს ხარ შენ ჭეშმარიტად და მე გესმით? ბოლოს მეკუთვნის მე მადლობა სიმართლიდან გამომდინარე, ჭეშმარიტებიდან გამომდინარე. ამიტომ ვიღაც რომ მოდის გიო შენ გადამარჩინე, მე ის ზრდილობიანად ვეუბნები, ბევრჯერ სულ ვეუბნები, ყოველ ნათქვამზე, ყოველი ხიბლის შემოთავაზებაზე ვეუბნები, რადგან ესე ვფიქრობ და ესეა, რადგან ესაა სიმართლე. ნამდვილი სალოსი აშენებს უფლის ტაძარს. თავისი ქადაგებით, თავისი ყველა მოქმედებით ყურადღება მიმართული აქვს უფლისკენ და არა საკუთარი თავის
თავისკენ. ცრუსალოს ყურადღება მიდრეკილი აქვს საკუთარი თავისკენ. ცრუსალოსი საკუთარ ტაძარს აშენებს და საკუთარ თავზე გალოცინებს რეალურად და თავს უწოდებს ქრისტეს და წმინდანს, რომ მასზე ილოცო. ცრუსალოსი მისი აქცენტი გადატანილია საკუთარ თავზე და არა ღმერთზე და ნამდვილი სალოსის აქცენტი გადატანილია ყოველთვის ღმერთზე, რადგან ის აცნობიერებს, რომ ყველაფერი მას რაც აქვს, მისი არ არის, ღმერთმა მიცა. მე რასაც ვლაპარაკობ, ღმერთმა მომცა. მართლა ღმერთმა მომცა, მე ეს ყველაფერი არ ვიცი. ღმერთი მაძლევს და რასაც ღმერთი მაძლევს, ხო არ მოვიტყუები. ამაშია საქმე. მამა გაბრიელი ტაძარს როდესაც აშენებდა, შეესწრო ერთ-ერთი ადამიანი ცემენტით სავსე ვედროები თავისით როგორ მოძრაობდა ჰაერში. და მამა გაბრიელმა შეამჩნია ეს ქალი. უთხრა, რომ არავის არ უთხრაო, ესო, გააფრთხილა. და 30 წლის შემდეგ თქვა ამ ქალმა: თქვენი აზრით იმ ქალმა რატომ არ თქვა მამა გაბრიელის სიცოცხლის პერიოდში? იმიტომ რომ მამა გაბრიელმა ისე უთხრა მას, რომ მისი ფუნდამენტური მნიშვნელობა გააგებინა და ცრუსალოსი ისე გაგიკეთებს სასწაულს და ისე გეტყვის, ყველგან იტყვი. და ამ ცრუსალოს, ვითომ მამა გაბრიელის მოსწავლე რომ იყო, სხვა ამბობს კი არა, თავად ამბობს და თავად არეკლამებს თავის თავს. განარჩიეთ. რატომ უთხრა მამა გაბრიელმა არ თქვა ესო? იმიტომ რომ ხალხი დაიწყებდა მის განღმერთებას, წმინდანად აღიარებას და საერთოდ ვერაფერს ვერ იზამდა სულიერებაში მამა გაბრიელი. ამიტომ ამაშია საქმე. ხიბლი არ აქვს სუფთა ადამიანს, ცუდად ხდის ხიბლი და გაურბის მას როგორც ჭირიანს. ცნობადობას გაურბის როგორც ჭირს გაურბის ადამიანი. ყველა სასწაულის მიმართ ესე იყო მამა გაბრიელი. ყველა რაც გააკეთა სასწაული, ადამიანი შეესწრო ამას. მამა გაბრიელი როდესაც ილოცებოდა სადღაც 10 სანტიმეტრზე ჰაერში ეკიდა, ანათებდა და შეესწრო მონაზონი ამას. და მონაზონი შოქში ჩავარდა. რომ კითხა მამა გაბრიელი ეს რა არისო? მამა გაბრიელმა უთხრა: არავის არ უთხრა ესო. და ნახეთ ყველა სასწაულს შემთხვევით შეესწრო ხალხი. მონაზვნები ამბობდნენ: მამა გაბრიელიო ზოგჯერ ზოგს კაცრად ექცეოდა, ზოგს თბილადო, ზოგს ისე, ზოგს ასეო. სისუფთავე არ გულისხმობს იმას, რომ ყველას უნდა გაუცინო და ყველას უნდა ელაპარაკო უბრალოდ მხოლოდ სიყვარულით. როდესაც ადამიანი რაღაც კატასტროფას აკეთებს, მას უნდა ელაპარაკო მკაცრად და მკაცრად ლაპარაკი არ გულისხმობს შიგნით ბრაზს, ან რაღაც ბოროტს, ან გაბრაზებას, ან ცუდის სურვილს. ზოგჯერ უთქვამთ ჩემთვის, რომ გიორგი რატო ბრაზდები და მიკვირს, არ ბრაზდები საერთოდ, გულში არ მაქვს გაბრაზება. მოდი მარტივენაზე ვიტყვი, გოიმი არ ვარ, რომ გულში გაბრაზება მქონდეს. მე რომ გულში გაბრაზება მქონდეს, ვინმეს მიმართ. ცოტა ხანი შევწყვეთ საუბარს თქვენთან, ვიმუშავებ ჩემი გულის ბრაზის პრობლემაზე და მერე გამოვალ ისევ და გავაგზელებ საუბარს. რადგან გაბრაზებული გულით არ უნდა გელაპარაკებოდე, ეს არის უდიდესი ცოდვა. რაღაც შეცდომას დავუშვებ, რისთვისაც გადახდა მომიწევს და არ მინდა გადახდა. ამიტომ მე თუ მკაცრი ვარ ზოგჯერ, ეს არის იმ ადამიანისთვის, იმ ადამიანში შედის შეჯანჯღარება, რადგან ყველა უღიმის და არავინ არ ეუბნება სიმართლეს. მამა გაბრიელი ბრაზდებოდაო და ვერ იგებს ადამიანი. კი არ ბრაზდებოდა მამა გაბრიელი. ყველას ელაპარაკებოდა იმ ეკვივალენტში, რა ეკვივალენტშიც დაიტევდა. ვიღაცა ისე არის გაზულუქებული, რომ ფეკალიას აკეთებს და არავინ არ ეუბნება ისე როგორც საჭიროა და მოდუნებული აქვს მდგომარეობა და ვეღარ ხვდება. გინდ თბილად უთხარი, გინდ თავზე ხელი გადაუსვი, ვეღარ ხვდება. ამ დროს ადამიანს უნდა უთხრა მკაცრად და მკაცრად სიყვარულით როცა ეუბნები, ჩემი გამოცდილებით 98% მაშინვე ფხიზლდება და მაშინვე უცნაური ემოცია აქვს სხვათა შორის. სიყვარულის შეგრძნება უჩნდებათ ხოლმე მაგ დროს ადამიანებს. რატომ? იმიტომ რომ მაგ დროს ხდება ბნელის განდევნა და ჩემი მკაცრი არის სიყვარულში და ხშირად მithქვამს მკაცრად ჩემი მეგობრებისთვისაც, ვისაც ვასწავლი მოსწავლეებისთვისაც მკაცრად მithქვამს. და უცებ მოდის იმათგან რეაქცია რა კარგი ხარ და რაღაც, იმიტომ რომ მოეშვა შიგნით ეშვება ადამიანს მაგ დროს ის ბნელი ვარდება მაგ დროს. სიმართლე შედის ცხოვრებაში პირველად მაგ დროს. ყველა ეუბნება ან არ ეუბნება ან ვერ ეუბნება. ამიტომ სალოსი იქნება სუფთა ადამიანი თუ ეს ის არ არის გათიშული იდიოტი, რომელიც ყველაფერზე გიღიმის. არამედ ის არის საიმში ყველაფრის. ადეკვატშია. ცუდად მოიქეცი, გეუბნება ცუდად მოიქეცი. ვერ გაიგე, გეუბნება მკაცრად. და მე თავზე ხელს გადაგიცობს ჩაგიხუტობს. ანუ უყვარ ხარ, შენთვის გეუბნება, მაგრამ ცრუ გეტყვის ცუდად დაგამცირებს. ეს სხვა რაღაც არის. დაგამცირებს, გეტყვის არარაობა ხარ, ესეთი ხარ, ცუდი ხარ და ვერაფერს ვერ სწავლობ. ეს სხვა რაღაც არის. განარჩიეთ ერთმანეთისგან მკაცრი და მკაცრი, რომელსაც შიგნით აქვს ბრაზი და ბოროტება. მამა გაბრიელსო ჭეხარე ხმით დაიყვირებდაო, შიშის ზარს გვცემდა ყველასო. ოღონდ ეს შიშის ზარი არ იყო რაღაც ბოროტულიო, რაღაც ისეთი იყო, აი ვერხსნიან. ხანო ბავშვით უბრალო იყო, ჩვეულებრივ ჩვილივით იყო, ხანო ცეკვავდაო. ღმერთის ადამიანი ყველა ფაზაში ფაზირებს. გარდა ბოროტებისა, კაცრშიც, ის
მჭექა ქუხილი ის არის ღმერთის ხმა. რატო? როცა საქმე გადარჩენას ეხება, იქ მჭექარი ხმა ისმის. ბრაზით და ბოღმით მოცული კი არ არის ის მჭექარი ხმა. იმ მჭექარი ხმაში არის ეგზორციზმის ენერგია. ბნელი მაგ მჭექარი ხმაზე გარბის კუდამოძუებული. რადგან იმ მჭექარი ხმაში არის ძალა და სიყვარული. ეს ორი ელემენტია. ძალა და სიყვარული. ბრაზი, ცუდი სურვილი და ეს ყველაფერი კი არ არის. ძალა და სიყვარულია. ამიტომ მამა გაბრიელი როდესაც დაუჭექავდა ვიღაცას, ის უჭექავდა სიყვარულიდან გამომდინარე, რომ გამოფხიზლებულიყო. მერე ხან ცეკვავდა, ხან ისე იყო, ხან ასე იყო. რატომ? იმიტომ რომ როცა შენ ღმერთთან ხარ, შენ არ გაღელვებს ადამიანი რას იფიქრებს შენთან მიმართებაში. შენ გაღელვებს შენი მოქმედება რა არის, მაგრამ არ გაღელვებს შენ იდიოტი იქნები, ბრძენი იქნები, თუ ვინ იქნები. ამ მდგომარეობაში ხარ, აღარ გაღელვებს შენ გარე სისტემური მდგომარეობები. ღმერთთან ხარ როგორც პატარა ბავშვი, ღმერთთან ხარ როგორც დიდი კაცი, ღმერთთან ხარ როგორც ხიარული, ყველაფერი ხარ ღმერთთან, ანუ ღმერთთან ხარ მაგ დროს ადამიანებთან რომ გამოხატავ ამ მოქმედებებს. იმიტომ რომ იმ ადამიანებშია ღმერთი და ღმერთს ელაპარაკები შენ ადამიანებთან რომ კომუნიცირებ. ამიტომ ღმერთთან შენ უნდა იყო ბავშვივით, ხიარულიც და ასე შემდეგ. შენ თავთან უნდა იყო თავისუფალი, რას ნიშნავს? გინდა ცეკვა? იცეკვე. გინდა ჩამოუჯდე შეუპოვარს გვერდით? ჩამოუჯექი. გინდა რაღაც თქვა რაც არ მოგეწონა და რასაც თვლი რომ სწორია? თქვი მშვიდით სიყვარულით. ყველაფერი აკეთებ მშვიდით სიყვარულით, რაც მართალია და ეს არის თავისუფლება ღვთიური. რასაც გინდა იმას აკეთებ ღვთიურში. არ გაქვს კომპლექსი, რადგან იცი რომ შენ არ აკეთებ ცუდ საქმეს. შენში არის სისუფთავე და კარგი. მამა გაბრიელო ზოგჯერო თუ ისე ვიყავითო მდგომარეობიდან რომ გამოვიყვანეთო, ზოგჯერო რაღაც წაიცეკვებდა, ოღონდ ჩვენ გავრთობილიყავითო. ნებისმიერი სალოსი, ნებისმიერი სუფთა ადამიანი საკუთარ რეპუტაციას, საკუთარ ვიზუალს, საკუთარ მდგომარეობას აბუჩადაც კი აიგდებს და კლოუნის მდგომარეობაშიც კი ჩააგდებს, რომ შენ გამხიარულდე, შენ გახდე კარგად, ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. შენს გამო ის იქნება მკაცრი, შენს გამო ის იქნება იდიოტი, შენს გამო ის იქნება კლოუნი, რადგან შენ თუ ის გაგამხიარულებს პოზიტივს თუ მოგცემს, ეს არის მისი მიზანი. რადგან ურჩევნია კლოუნი იყოს, ვიდრე შენს დამწუხრებულ ენერგიას უყუროს, რომელიც ისეთი დესტრუქციულია და ისეთი ცუდია, რომ მაგის ატანა არის შეუძლებელი. ამიტომ წმინდანს ურჩევნია კლოუნი იყოს, ვიდრე შენ იყოს სევდაში. ამიტომაც მამა გაბრიელი იქცეოდა, ისე როგორც იქცეოდა. თუ ვინმე მოწყენილი იყო, იცეკვებდა, აჩვენებდა, თან აჩვენებდა ამით თავმდაბლობას, რომ განდიდება არ დაეწყოთ მისი, იმიტომ რომ ადამიანი როგორც კი ხედავს სასწაულებს და როგორც კი შენ იწყებ ღვთიური ენერგიის ფქვევას, ადამიანი მოდის შენთან და ღმერთის სიახლოვეს გრძნობს შენთან და შენი ენერგიით ტკბება და ავიწყდება, რომ თავად უნდა გახდეს იგივე წყარო და ადამიანს არ უნდა მიეკრას და ამ დროს წმინდანი ცდილობს, რომ დაქვეითდეს იმ ადამიანების თვალში, რომ დაუბრუნდნენ ისევ ღმერთს, რომ ისევ აქცენტი წმინდანზე არ გადავიდეს. მამა გაბრიელის თქვენ ყველას ხატები გაქვთ უბრალოდ სახლში და მისი ცხოვრების განვლილი პროცესი გაცნობიერებული არ გაქვთ და დღევანდელ ცრუ სალოსებს უყურებთ და დღევანდელი ცრუ სალოსების და ვითომ ქრისტეს კომაგებზე აგებთ თქვენს წარმოდგენებს ღმერთზე და გგონიათ ესე უნდა იყოს, გგონიათ რომ ქრისტეს რომ უწოდებს თავს, გგონიათ რომ ეს არის სალოსი და სალოსი უნდა აქოთ, უნდა დაუკოცნოთ ფეხები, ქრისტე უნდა უწოდოთ, ეს გგონიათ, დაგავიწყეს როგორია ნამდვილი სალოსი. თქვენს წარმოდგენაში იბადება ცრუ ქრისტეს მიმდევარი, ცრუ სალოსი და გამზადებენ მეორედ მოსვლის დროს ანტიქრისტესთვის. რეალურად ესენი ვერ ხვდებით თქვენ ამას. ცრუ როგორ მიიღოთ ღმერთად, ამისთვის გამზადებენ ესენი. რეალურად ეს ხდება. გამზადებს პირდაპირ ანტიქრისტესთვის. ამას ქვია ანტიქრისტესთვის გამზადება, რომ ვერ იცნო ნამდვილი ჭეშმარიტი სალოსი, ნამდვილი ჭეშმარიტი ღმერთის კაცი. ამაში არის საქმე. ამისთვის გამზადებენ ესენი. დაგიმახინჯეს სალოსის ნამდვილი სახე და ღმერთის კაცის ნამდვილი სახე. ამაშია პრობლემა. რომ ვეღარ იცნოთ მომავალში ღმერთის კაცი რომელია და სატანის კაცი რომ გეგონოს ღმერთის კაცი. ეს ხდება. მამა გაბრიელი ამბობდა, სალოსი თუ გამოიცანიო, ის სალოსი აღარ არისო. და რატომ ამბობს მართალს? იმიტომ რომ სალოსი არ მოქმედებს იმ სტანდარტებით, როგორც ყველა მოქმედებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ოხუნჯობას აკეთებდეს ცრუ სალოსი და ეს მიიღოთ სალოსობა და არა აგიხსნით. ნამდვილ სალოსთან, სუფთა ადამიანთან როცა იწყებ ლაპარაკს, უცებ ისე გიწყებს ლაპარაკს, გეგონება შენი დიდი ხნის მეგობარია. გეგონება მამა შენია და ისე მკაცრად გელაპარაკება, ყველაფერს გელაპარაკება ისე როგორც ბავშვი ღიად დაგელაპარაკებოდა. და ამიტომ ადამიანს ეჩვენება სალოსი უცნაურად და ვერ იგებს. ის ელოდება სუფთა ადამიანისგან, როგორ მოქმედებას იცით, ცრუ მოქმედებას. ხშირად ეხლა ჩემთვის მოუწერიათ და უთქვამთ, რომ კაცრად მithქვამს რაღაც. და უთქვამთ, რომ აუ შენ მე გაცნობიერებული მეგონე, კეთილშობილი მეგონე და რაღაც სისულელეებს იწყებს ლაპარაკს და მას გონია სუფთა ადამიანი დებილი. აი პირდაპირ მნიშვნელობით. როგორი გონია, იცი ყველაფერზე რომ იღიმის. სულ რომ თავზე ფეკალია დააყარო, გონია რომ უნდა იღიმოდეს. ვერ აღიქ
გვამს, რომ ღმერთის კაცი არის ადეკვატი კაცი. ზოგი ისეთ კრეხელობას მეუბნება პირდაპირ იესო ქრისტეზე, ზოგჯერ ხდება ეს. რომ კაცრად ვეუბნები. აუ მე შენ ღმერთის კაცი მეგონე და ესეთი კაცი მეგონე. რა ღმერთის კაცი გეგონე? ესეცა იესო ქრისტე შემიბილწე. იმასავით კი არ ვარ, ვითომ იესო ქრისტეს ქომაგიროა და იესო ქრისტეს გინებას რომ ისმენს, ხან შავი მაგებისგან, ხან იმისგან, ხან ვის იწვევს და ვითომ რაღაც საქმეს აკეთებს. როგორ შეიძლება მაგის მოსმენა და მე იმ ადამიანს არ უნდა გააგებინო და ვეუბნები მკაცრად. ვეუბნები რომ შენ ხარ მკრეხელობაში. ეს არის მკრეხელობა, ეს არის ცუდი. და ვეუბნება შენ ესეთი ხმით რატო მეუბნები მე შენ სუფთა მეგონე. შენ სუფთა კი არა იდიოტი გონი ვარ მე მგონი. ამაშია პრობლემა. თქვენ მიგაჩვიეს სუფთა და წესიერი ადამიანი რომ იდიოტია. რომ რაღაცას თუ დააშავებ უნდა გაგიღიმოს. თქვენ რაღაცას რომ აშავებთ და ვინც გიღიმით, იმიტომ გიღიმის რომ ბნელს აკეთებ და ბნელს უხარია. მარტივად გააცნობიერე. და არა იმიტომ რომ სულიერებაშია. სულიერი ადამიანი გიჭექავს რომ გამოფხიზრდე, გეფერება მეორე წამს რომ ეს სილა რაც მოგხვდა ემოციურად რომ შეგიმსუბუქდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა კალთა აქვს იმისთვის რომ გეშველოს და შენ გონია სუფთა ადამიანი დებილი პირდაპირ მნიშვნელობით. რატომ იცი? ამას მიგაჩვიეს რომ ვერ გაარჩიო ნამდვილი და ცრუ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხდება თქვენში ეს რომ შეგაჩვიონ ცრუს, ვითომ ეს არის ღმერთის კაცი და რომ ღმერთის კაცი ჩათვალო ცუდ ადამიანად. მოდი მარტივად გეტყვით. მაგაბრიელი ასევე გამოდვებით იმეორებდა რომ შენო ნეკის ფჩხილის წვეთის დონეზეც კი რომ სხვა ადამიანზე მაღლა დააყენო თავიო, ღმერთი აღარ იწყებს შენს მოსმენასო. და მისი მოსწავლე რას აკეთებს? ვითომ მოსწავლე? სალოსობაზე და ბერობაზე და წმინდანობაზე და ღმერთობაზე რომ აქვს ამბიცია და ყველა მის პოსტს ხელმოწერას რომ უკეთებს ღმერთი, ესო და ეს მძიმე მაინც დასვი. გეყოს თავდაბლობა მძიმე მაინც დასვი. აი ეს სხვაობა ღმერთის სალოს შორის და სატანის ცრუ სალოს შორის. რას ამბობდა მამა გაბრიელი? ყოველივე მაღალი საძაგელარს უფლის წინაშეო. ეხლა როგორი საძაგელია უფლის წინაშე? ის ვითომ იესო ქრისტე და ვითომ წმინდანი და ვითომ ის წარმოგიდგენიათ ოღონდ? ეს საძაგელარს უფლისთვის არავინ არ არის საძაგელი, უბრალოდ ესე ჩანს. რადგან სატანის მდგომარეობაშია ისეთი ადამიანი, ის ადამიანი რომელიც სხვას აყენებს ნებისმიერ ფორმაში სხვაზე მაღლა თავს, ის არის სატანის მდგომარეობაში. გესმით? ამის უფლებას რომ აძლევს სხვას რომ ეს განიცადოს და არ თქვათ ეხლა ის ამას არ აკეთებს. არა, მეზობელი აწერს ხელს მის ნაცვლად მის გვერდზე და ღმერთი ესა და ეს, წმინდანი ესე და ეს. ის არ აწერს ხელს, ხო, მეზობელი აწერს ხელს მაგაზე. ისევ როგორც სხვა ყველაფერს ის არ აკეთებს, სხვა აკეთებს. სრუდან გამოდით და განსხვავება ისწავლეთ. დაგჭირდებათ ამ განსხვავებების ცოდნა. საერთოდ ერთი რაღაც დაიმახსოვრეთ, წმინდანის ირგვლივ ყველაფერი სათნოირდება. რას ნიშნავს სათნოირდება? სათნო ხდება ყველა ადამიანი მის ირგვლივ. წმინდანი ასხივებს იმ ღვთიურ შუქს, რომელიც ყველას სათნოს ხდის, ბნელების განდევნას აკეთებს მისგან. მარტივ ენაზე გეტყვით, რომ ავიღოთ ჭეშმარიტი სალოსი და მის გვერდით გავაჩეროთ ერთი დღე შეპყრობილი ადამიანი, ის ადამიანი შეპყრობილი აღარ იქნება. წმინდანის ენერგია განდევნის. ეხლა შეადარეთ ცრუ სალოსი, რომელიც ყავს, ვითომ სალოსი და ვითომ წმინდანი და ვითომ ღმერთი. მის გვერდით შეპყრობილებივით რატომ არიან და რატომ ვერ მოხდა იმ ადამიანების დამშვიდება შიგნით? ცრუ სალოსის გვერდით ყველაფერი ბნელშია, ხალხი სტრესშია, ჩხუბებშია. ჭეშმარიტი სალოსის გვერდით ბნელი ვერ ბედავს ადამიანშივე რამე ნეგატიური აზრები ჩანერგოს, რომ მერე ჩხუბი დაიწყოს იმ ადამიანმა. უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჭაჭანებს იმ ადამიანში ბნელი იმ მომენტში გარბის, რადგან დიდი მზე არის სალოსი და დიდი მზის გვერდით ბნელი ვერ ჩერდება. ამიტომ ნამდვილი სალოსი და ცრუ სალოსი გაარჩიეთ მარტივად. ცრუ სალოსის გვერდით ადამიანები არიან ჩხუბებში, ჭმაში, ღეჭვაში და ჭეშმარიტი სალოსის გვერდით ადამიანები არიან მშვიდში. მამა გაბრიელი კვირეების განმავლობაში გამოკეტილი იყო კელიაში. საკვები რომ იქონდათ კელიასთან არ მიირთმევდა და კვირეების განმავლობაში უზმო იყო, ანუ არ ჭამდა. ეხლა ალბათ აქ კითხვას დასვამთ, რატომ აკეთებდა ამას? ეს კავშირშია თავმდაბლობასთან და იმასთან, რომ რაც უფრო ადამიანი სისუფთავეში შედის, მით უფრო მასში შედის ძალები და ეს ძალა არის სულიწმინდის ძალა, ღვთის ძალა და ღვთის ძალა ითხოვს ადამიანში მეტ სისუფთავეს, მეტი წინაღობების გადალახვას. ამიტომ მამა გაბრიელი, როდესაც კელიაში იყო გამოკეტილი, თავის თავს აძლიერებდა სირთულის გადალახვის შედეგად, უზმოს შედეგად. მარტივად რომ გითხრათ, მარხვის შედეგად ზრდიდა თავის სულიერ ძალას. ბნელის სატანის მიმართ ისქელებდა კანს. ხალხს გონია რომ ადამიანმა თავი უნდა იგვემოს, იტიროს, იღელოს და ამით მივა ღმერთთან. არა, შენ უნდა იყო მშვიდში და ის ტკივილი უნდა აიტანო მშვიდი. მამა გაბრიელი აკეთებდა ამას, თავს კი არ იტანჯავდა, კი არ ტიროდა, შიგნით კი არ იტანჯავდა თავს ამ ყველაფრით, არამედ მშვიდით იტანდა გარე სირთულეს, კანს ისქელებდა. მამა გაბრიელი რომ ყვებოდაო სხვადასხვა ისტორიებსო ან იესო ქრისტეზე
პილატეზე რომ ყვებოდაო, თეატრალურად ყვებოდაო და თითქოს იქ იყო. თეატრალურად კი არ ყვებოდა. მამა გაბრიელი ხედავდა იმ ყველაფერს, რაც წარსულში იყო. ამიტომაც ამბობენ, რომ ისე ყვებოდაო, რომ გეგონება იქ იყო. გეგონება იქ იყო კი არა. იქ იყო რაღაცას რომ იხსენებს და ყვება, ხედავდა კადრებად, ინფორმაციას კითხულობდა სამყაროს ბიბლიოთეკიდან. აი ვიდეო რომ ჩართო არქივიდან, რადგან მამა გაბრიელის მსგავს ადამიანებს კავშირი აქვთ უფლის არქივთან და ხედავს პირდაპირ რა როგორ იყო ვიზუალებს ყველაფერს, ყველა მხარეს ხედავს. ერთი ბერი ყოფილა, რომელიც ასწავლიდა მოსწავლეებს და ასწავლიდა განკითხვაზე ეს ბერი და იქვე ყოფილა მამა გაბრიელიც, რომელიც შეესწრო ამ სწავლებას და თურმე ახედა და უთხრა: "ჰოი შენ მწიგნობარ ფარისეველო." ანუ ის მოძღვარი სიმართლეს ლაპარაკობდა წიგნის ენით, მაგრამ შიგნით არ იყო ის, რასაც ლაპარაკობდა. და უთხრა: "როგორ აურევ შენს მომავალ მრევლს გონებასო." და ეხა ამ დროს რა ხდება? რეალურად, როცა შენში ძალები შემოდის, შენ მოგდის ბევრი ინფორმაციები, რაც უფალს სურს. ინფორმაციები მოდის, როგორ ხდება, იცი? აი არ იცნობ ადამიანს და გადაიკვეთე რაღაც სიტუაციაში. ამ ადამიანზე მოგდის ინფორმაცია, თითქოს ვიღაცამ მოგიყვა უკვე დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი. თავში ისე შემოდის ინფორმაცია, თითქოს ეს ინფორმაცია ყოველთვის გქონდა თავში. ყველანაირი ინფორმაცია, რატომ არის ესეთი, რას ფიქრობს შიგნით, კონკრეტულად რატო ფიქრობს ასე, ყველა ინფორმაცია მოგდის. ფარისეველზე განსაკუთრებით. შენ როგორც კი სუფთაში გადადიხარ, შენ ხდები ფარისევლის რადარი. პირდაპირ მნიშვნელობით. მამა გაბრიელმა დაინახა წინ ყველაფერი, ანუ ის კაცი ყველაფერს, რასაც პირიდან უშვებდა, იყო სახარებიდან, სიმართლე. მაგრამ შიგნით რაც ხდებოდა, ეს არ ჩანდა. და მამა გაბრიელმა პირდაპირ დაინახა ეს და ამხილა. გესმით? ბნელი და შუქი გვერდ-იგვერდ როგორც კი დგება, ერთმანეთს ხედავენ ყოველგვარი კითხვების გარეშე. ყველანაირი ინფორმაციები მოდის მაგ დროს იმ ადამიანზე. ბნელის მქონე ადამიანი შუქის მქონე ადამიანში მხოლოდ ხედავს შუქს. მეტი ინფორმაცია იქიდან არ მოდის. დაშიფრულია, ღმერთი იცავს ყველანაირად და ყველაფერს თავი დაანებო, იმ ბნელ ადამიანს არ აქვს ის ღვთიური ძალები, რომ შეძლოს იმაზე მეტი დაინახოს, ვიდრე თვალებია. რა თქმა უნდა, მამა გაბრიელმა რას თქვა იმ ბერზე, მერე ამ ბერმა განახორციელა, სადაც მართლა ბევრ ბერს აურია ტვინი. მერე ამ ბერს რაღაც 1-2 სიტყვის თქმა უცდია და ამ დროს მამა გაბრიელს უთქვამს: "შენი ხმა არ გავიგო." და ის ბერი გაჩუმებულა. ეხლა მაგ დროს რა ხდება? დაკვირვებული ვარ და წლებია ხელით არ მიჩხუბია და ჩხუბით არ ჩხუბობ, მაგრამ არავის არასოდეს არაფერს არ ვუტარებ. ყოველთვის თუ რამე არ მომწონს, მჭექარე ხმით ვეუბნები და ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ მომდის ჩხუბი, ხელჩართული ჩხუბი რატომ არ მომდის და მერე მიუხვდი რა ხდება. შენში როცა რაღაც გარკვეული ძალა არის, შენი მჭექარე ხმიდან ისეთი შემზარავი და ისეთი ღმერთის შუქის ხმა გამოდის, რომ მასში მყოფი ბნელი, იმ ადამიანში მყოფი ბნელი უბრალოდ გარბის, კურცხლავს დროებით და შენს წინაშე გება სული პირდაპირ. უბრალოდ კი არ უჭექავს სუფთა ადამიანი მეორე ადამიანს, არამედ ენერგიას ესვრის იმ კონკრეტულ ბნელს, ხოლო სიყვარული რაც გულში აქვს განცდილი, ესვრის ადამიანს. ამიტომაც არის მკაცრი უნდა შედგებოდეს ორი ენერგიისგან ერთდროულად. სიყვარულით და სიყვარული არის იმ ადამიანისთვის რომ მეუბნები და გულშიც უნდა იყოს სიყვარული და მკაცრი. მკაცრი არის დემონისთვის რომ გააგდოს, სიყვარული სულისთვის. და როგორც კი შენ მკაცრით ეუბნები, იმ ადამიანში ბნელი გარბის, რადგან თუ არ გაიქცა, ის ენერგია გაანადგურებს და უცებ ადამიანი ჩუმდება. აღარ იცის რა თქვა, მართველი ვინც იყო, დროებით დატოვა ტერიტორია და ელოდება ეს ბრძანებას, რადგან სულის ხმას არ არის მიჩვეული და მაგ დროს ადამიანი ხმას აღარ იღებს. და ყოველთვის მიკვირდა, რატო არ ჩხუბობ ხელჩართული, არაფერს არავის არ ვუტარებ. ელემენტარს რამე არ მომწონს, პირდაპირ ვეუბნები. რიგს გადაუწრო ვეუბნები, შენ რიგს გადაუწარი. რაღაც არ მომწონს, გაჩუმდი, ვეთქვი ისეთ უცხოს ადამიანს, იმან ეხა ხელი უნდა დამარტყას რეალურად. მე ვეუბნები აბსოლუტურ სიმართლეს, მაგრამ ფაქტით მაგ ტონით რომ ვეუბნები, ხელი უნდა დამარტყას, ანუ საჩხუბრად უნდა წამოიციოს, მაგრამ არ აკეთებს ამას. დაკვირვებული ვარ და მე მივხვდი რა ხდება. რეალურად ეხა მე ვისაც ვეუბნები, სიმართლით ვეუბნები, მაგრამ ხო არის ადამიანი გინდ სიმართლე ელაპარაკე, გინდ რაც გინდა ელაპარაკე არ მიიღებს. მაინც აგიშარდება, მაგრამ რომ ვაკვირდები ამ ენერგიით, რომ ვეუბნები ადამიანს, შეშდება და ჩერდება. და ვხედავ მე რომ იმ ადამიანში ის ბნელი აღარ არის. რაღაც პერიოდი გარბის, ჭეხარე ხმა, იმ ხმაში არის ღვთიური ენერგია, რომელიც ურტყამს იმ ბნელს და იმ ბნელს სანამ მოხვდება, ის ბნელი დროებით გარბის. მერე ისე უბრუნდება იმ ადამიანს და სხვასთან გადაუსწრებს კიდევ რიგს. ამიტომ მამა გაბრიელმა როცა იმ ბერს დაუჭექა, ის ბერი იმიტომ გაჩუმდა, რომ პირდაპირ ეგზორციზმი გაუკეთა, მინი ეგზორციზმი გაუკეთა. მერე ისევ დაბრუნდებოდა მასში ის ბნელი, რადგან ბნელი სხვამ კი არ უნდა გააგდოს შენგან, შენ უნდა გააგდო შენგან ბნელი. სხვამ კი არ უნდა გაგწმინდოს, შენ უნდა გახდე წმინდა, რომ განწმენდა არ დაგჭირდეს. და ასე შემდეგ. 1992 წელია. კომუნიზმი ახალი გადაგდებულია, მაგრამ ის ურწმუნოება ყველაშია ისევ. და მხედრიონელები შევიდნენ ტაძარში იარაღ
იარაღებით და ამ ყველაფრით. მამა გაბრიელი გამოვარდა დიდი სისწრაფით. რასაკეთებთ თქვენ უწმინდურებო თქვენ ეს თქვენ ის დაყარეთ იარაღი ეხლავეო. ყველა მომოიღო უსიტყვოდ იარაღი, გაიტანეს გარეთ და დადეს. თქვენი აზრით ეს რატომ გააკეთა იმ მხედრიონელებმა? იმიტომ რომ ღმერთი სწამდათ? თუ იმიტომ რომ იმ მომენტში შეპყრობა ჰქონდათ იმ მხედრიონებს? მინი შეპყრობა. ტაძარში რომ შედიხარ იარაღით, შენ ღმერთის აღარ გწამს და გარკვეული მიზნით რომ შედიხარ, მხედრიონი რატომ შედის ტაძარში? ოქროა იქ და რაღაცეები. გესმით? და ამ განზრახვით ადამიანს რომ აჩერებ, შენ ადამიანს კი არ აჩერებ. შენ მაგ დროს ბნელს უკუაგდებ იმ ადამიანში და იმ ადამიანში ბრუნდება სული, ღმერთი ბრუნდება რაღაც პერიოდი. დაყარეს იარაღი. გეგონება კაპიტანმა უბძანა. კაპიტანის ბრძანებას არ დაექვემდებარებოდნენ, მასე გაბრიელის ჭექარე ხმას რომ დაექვემდებარდნენ. რატომ? იმიტომ რომ სულიერი ადამიანის ჭექარე ხმას ყველა დემონი ექვემდებარება, რადგან მასში დევს ძალა. როცა დემონი დაბალი არსი ტოვებს ადამიანის სხეულს ცოტახნით, ბრუნდება იმ ადამიანის სული და კეთილშობილ ადამიანს ვიღებთ უცებ ვიღაც ბოროტმოქმედის ნაცვლად, რადგან ის ადამიანი არც არასდროს ყოფილა ბოროტმოქმედი, ბნელის ზეგავლენის ქვეშ იყო. შემოდით ეხლა ილოცეთ. ყველა შევიდა ილოცა, დაიჩოქა უფალთან, ყველა პროცედურა გააკეთებინა და გაუშვა. კარგი, იარაღი დააყრევინა, მაგრამ რატომ ალოცინა? და როგორ გააკეთა ეს? როგორ და ის ბნელი რომ გაყარა მათგან მჭექარე ხმით, დროებით. მერე ამათში წამოვიდა სული და სულისთვის ეს როგორი თემა იყო, იცი, ლოცვის შეთავაზება? როგორც ეხლა უდაბნოში მყოფ ადამიანს წყალი შესთავაზო. სულს სჭირდებოდა უკვე ეს ლოცვა და ეს ყველაფერი. სულ ტირილ-ტირილით გაუშვა ყველა. ოღონდ სიხარულის ცრემლებით, იმიტომ რომ სულმა იგრძნო თავისუფლება, გაიღვიძა იმ ადამიანში ნათელმა ხმამ და მამა გაბრიელი რეალურად მათთვის იყო გადამრჩენი იმ მომენტში. გაანთავისუფლა შინაგანად. მერე დროთა განმავლობაში ისევ დაუბრუნდება ის ბნელი, თუ თავად ადამიანმა არ გამოასწორა საკუთარი თავი. შენ ვერავინ ვერ განგიდევნის ბნელს. შენ თუ ხარ შენი ბნელის წყარო. შენ თუ გამუდმებით აკეთებ ისეთ მოქმედებას, რაც ბნელს უღებს კარებს. სხვა სასწაულებზე მეორე ნაშრომში მაქვს დადებული მამა გაბრიელზე და ლენინის პორტრეტის დაწვაზე ვსაუბრობ, მაგრამ მამა გაბრიელის ხმა არის ჩაწერილი და ყვება, რომ როცა დაიჭირეს და ძალიან ბევრი ციხე და ფსიქიატრიულები ატარეს. ფსიქიატრიული იმიტომ კი არ ატარეს, რომ ფსიქიური პრობლემები ჰქონდა, არამედ ლენინის პორტრეტი რომ დაწვა, გიჟად გამოაცხადეს. მაგრამ ეს სხვა წახნაკია. და აი რომ ყვება მამა გაბრიელი, რომ კაცრი ხმით მითხრაო, შენო ეს როგორ გაბედეო, მაგისთვის დახვრეტა გელოდებაო და ამას რომ აჟღერებს მამა გაბრიელი და ეცინება მამა გაბრიელს. და ხალხი ვერ იგებს ხოლმე ზოგადად ესეთი სიცილები რას ნიშნავს. აი ხლა აგიხსნით თუნდაც ამ კონკრეტულ მომენტში მამა გაბრიელს რატომ გაეცინა? იმიტომ რომ მამა გაბრიელმა ის პროცესი იმისთვის გააკეთა, რომ თავი გაეწირა იესო ქრისტესთვის, რწმენისთვის და ამ ყველაფრისთვის და მზად იყო ის ამისთვის. და ის ემუქრება იმ ნაწილში, რომელი ნაწილისთვის ის მზად არის და რომლისკენაც მიისწრაფვის. ეს არის იუმორი. და ზოგადად ცოტა განსხვავებულად ხედავი ადამიანები გამუდმებით იცინიან ისეთ რაღაცაზე, რაზეც ჩვენ არ გვეცინება და ვერ ხვდებით მიზანგეგმას. და ზოგადად ესეთი სიცილი არასდროს არ არის დაცინო, ანუ დაიმახსოვრეთ. სუფთა ადამიანი არასოდეს არავის არ დაცინის. ეს არის კატასტროფა, ეს არის კოშმარი მისი სულისთვის. ის სხვა რაღაცაზე იცინის, ესეთ იუმორზე იცინის. იუმორია ეხლა შენ რომ თავის გაწირვა გინდა ქრისტესთვის, თავი რომ გაწირე და მზად ხარ ამისთვის და არ გაქვს პრობლემა და მოდის ვიღაცა და ცდილობს შეგაშინოს იმით, რისთვისაც მზად ხარ. მასეთი ადამიანი შეიძლება შეაშინო, აი მაგალითად ეხლა სულის მქონე ადამიანი შეიძლება შეაშინო იმით, რომ უთხრა, რომ მე შენ წარწმედ გავტეხავ შენს ღვთიურ ნებას, ბოროტებაში გადახვალ, ანუ ესეთი რაღაცით შეიძლება შეაშინო და არ გაეცინება მაგაზე, მაგრამ ადამიანს რომელმაც თავი გაწირა ღმერთისთვის და დაწვა ლენინის პორტრეტი, ის გინდა შეაშინო იმით, რომ გარდაცვლი, დახრეთ? ესაა სასაცილო და ეს რაღაცეებზე როცა ყვება ხოლმე მამა გაბრიელი ეცინება ხოლმე. და ხალხი ვერ იგებს რაზე ეცინება, ამაზე ეცინება, ამაზე. მამა გაბრიელი როდესაც დაიჭირეს, უამრავი ციხე და ყველა პროცესი გაატარეს. ფსიქიატრიული მათ შორის და მერე იცი აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ათასობით ინფორმაცია არქივში რაც იყო მამა გაბრიელზე გაქრა, დაიწვა. შემდეგ აღიარა ერთმა ორმა მთავრობის წევრმა, რომ გამიზნულად დაწვეს, გაანადგურეს. ეხლა აქ კითხვა უნდა დასვათ. რატომ გაანადგურეს კომუნისტებმა მამა გაბრიელზე ინფორმაციები, რაც ჰქონდათ მოგროვებული და რაც გადახდა ყველა იმ პროცესში, რა პროცესშიც დაკავებული ყავდათ. იმიტომ რომ ყველა იმ პროცესში, როდესაც მამა გაბრიელი დაკავებული იყო და მასზე ზეგავლენები, წამება იქნებოდა ეს თუ ფსიქიატრიულში წამება, ყველა ნაწილში ღმერთი იყო მის გვერდით. მაგ დროს ღმერთია გვერდით ყველაზე მეტად. და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი სასწაული მოხდებოდა მამა გაბრიელის ირგვლივ მაგ დროს. და კომუნისტებისთვის ეს იყო პირდაპირ პირდაპირ ღმერთის მტკიცებულება იყო მამა გაბრიელის ირგვლივ, რაც ხდებოდა მისი დაკავების პერიოდებში. და რა თქმა უნდა, მათ გაანადგურეს ყველა ის მტკიცებულებები, რაც
ღმერთს ადასტურებდა. გესმით? მამა გაბრიელზე ინფორმაციები განადგურებული იყო გამიზნულად. ხანძრის გამო კი არ მოხდა. სხვადასხვა პერიოდში ნადგურდებოდა. როგორია ეხლა ათეისტებით არის თელი სტრუქტურა სავსე და დაიჭირეს ბერი, რომელმაც დაწვა ლენინის პორტრეტი და მერე იწყება სასწაული, როცა დააპატიმრეს. ხალხი ხედავს ეს როგორ მოხდა, ის როგორ მოხდა. რამდენიმე შეიძლება საერთოდ გააციმბირეს და გარდაცვალეს, იმიტომ რომ ასეთი მოწმე არ გჭირდება შენ, რომელიც პირდაპირ ხედავს ღმერთის მოქმედებებს. ამიტომ მამა გაბრიელის ყველა ის პროცესები დაწვეს, გაანადგურეს გამიზნულად და მამა გაბრიელი გამოუშვეს, იმიტომ რომ ეხა ღმერთი როცა გიცავს, შენ სულ კომუნიზმში ამოყო თავი და საერთოდ სადაც არ უნდა ამოყო თავი, იქ ვერაფერი ვერ მოგერევა. თუ შენი გაყვანა არ არის საჭირო. თუ შენი გაყვანაა საჭირო, გაგიყვანს, რადგან იქ გჭირდები, იქედან აქ.